საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატებმა დღეს კენჭი მეორე მოსმენითაც უყარეს. Როგორც წარიმართა პროცესი პარლამენტში დაწვრილებით მირიან გორგოძე ისაუბრებს ქუთაისიდან. მას შემდეგ რაც გუშინ თავდაპირველად ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და შემდეგ კი საბოლოოდ დეპუტატების უმრავლესობამ 135 ხმის ოდენობით მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, დღეს ეს საკითხი პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილეს. შეიძლება ითქვას, რომ საკითხის განხილვა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში წარიმართა. თავდაპირველად საკითხი სესიაზე გამოიტანა მომხსენებელმა, შემდეგ კი მეტნაკლებად ემოციური განცხადება გააკეთა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ, რომელმაც გუშინ პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდგომ განვითარებული მოვლენები და განცხადებები შეაფასა. მან ზოგადად კრიტიკულად შეაფასა როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ასევე პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ტონი. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში სწორედ ამ განცხადებებს მოვუსმინოთ. გათვალისწინებული იქნა შენიშვნა აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა. ეს შეეხებოდა მეხუთე პრიმა პუნქტს. არსებულ რედაქციაში იყო იქ მითითება მესამე-მეოთხე პუნქტებზე, რაც ჩასწორებული იქნა მეორე-მეოთხე პუნქტებით. დანარჩენი ტექსტი გაზიარებული იქნა, მხარდაჭერილი იქნა კომიტეტის მიერ და მიჩნეული იქნა, რომ მიზანშეზონილია მისი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე წარდგენა განსახილველად. აღარ მაინტერესებს რას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, არ მაინტერესებს რას იტყვის ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ რადგან ვთვლით, რომ საქართველოს ეს სჭირდება, როგორც ჩანს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი ალბათ მიიღებს. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვთხოვთ, მე როგორც ჩანს ჩემი გუშინდელი შედარება მეორე კლასის სიგავარაკთან დაკავშირებით ისევ ძალაში რჩება და მე ყველას მოუწოდებ, ბატონებო, გვაცადეთ მუშაობა, გვაცადეთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ჭირდება საქართველოს და რომელ გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი და დაანებეთ ტყუის დარიგებას და დაანებეთ იმის მცდელობას, თუ ისმა კრავმა გადაწია ერთი თუ მეორე ხელი. დიდი მადლობა. დღევანდელ პლენარულ სესიაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით უყარეს კენჭი. დღესაც გუშინდელის მსგავსად დეპუტატების უმრავლესობამ 123 ხმის ოდენობით მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს და კენჭისყრის შემდეგ უკვე სხდომის გარეთ დეპუტატებმა შეფასებები გააკეთეს. მათი თქმით, პრინციპში ორივე მხარე, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, აცხადებს, რომ არანაირი მოულოდნელობა ამ საკითხის განხილვისას არ მომხდარა, რადგან მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული და ამის შემდეგ პროცესები ისე განვითარდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. მომავალ კვირას ვექნება საგანგებო სესია. დღის ბოლოს უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ ემართავს წერილით პრეზიდენტს, რომ ორშაბათს დაინიშნოს რიგარეშე სესია, სადაც უკვე მესამე მოსმენით დადგება კონსტიტუციური კანონი პროექტი კენჭისყრაზე. თავარი რაც იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გუშინ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ფორმას. ძალიან კარგია, რომ გუშინ სარეიტინგო კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ერთიან გუნდად. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს საბოლოოდ მესამე მოსმენით დეპუტატები კენს უყრიან ორშაბათს გასამართ პლენარულ სესიაზე. ორშაბათს გაიმართება დამატებითი პლენარული სესია. საგანგებო ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. მადლობა მირიამ გორგოძე საუბრობდა პარლამენტიდან.